ძვირფასო, კურთხეულო სულო, შეჩერდი ერთი წამით და ღრმად ჩაისუნთქე. ამ ვიდეოზე შემთხვევით არ აღმოჩნდი. ამავე წამს, როცა ამ სიტყვებს კითხულობ, ანგელოზები ჩემს ყურში ჩურჩულებენ გზავნილს, რომელიც მათ სპეციალურად შენთვის მოამზადეს. ციურ სფეროებში რაღაც განსაკუთრებული მოძრაობს. რაღაც ისეთი, რაც ისე ლამაზად და მოულოდნელად გაგაოცებს, როგორც თითქმის ვერ წარმოიდგენ. ანგელოზებმა მთხოვეს გითხრა, რომ მათ შეუმჩნეველი არ დაუტოვებიათ შენი ყოველი ცრემლი, ყოველი ჩუმი ლოცვა, ყოველი წამი, როცა შენს თავს ეკითხებოდი, მართლა იმსახურებ თუ არა რამე კარგს. და მათი პასუხი მკაფიოა. დიახ, შენ არა მხოლოდ იმსახურებ ამას, არამედ მალე მიიღებ იმას, რაც სრულიად გარდაქმნის შენს წარმოდგენას იმაზე, რა არის შესაძლებელი შენს ცხოვრებაში. სანამ ამ ანგელოზურ გამოცხადებას შენთან გავაზიარო, ანგელოზები გთხოვენ რწმენის მცირე ჟესტს. დააჭირე ამ ვიდეოს მოწონებას ახლავე. ეს მხოლოდ ინტერაქცია არ არის, ეს ნიშანია სამყაროსთვის, რომ გახსნილი ხარ იმ კურთხევების მისაღებად, რომლებიც მოდის. გამოიწერე არხი, რაგრან ასეთი კიდევ ბევრი ღთიური გზავნილი მოვა, რათა გზაზე გაგიწვეს. და ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი. კომენტარებში დაწერე ეს ძლიერი სიტყვები. მე ღია ვარ ანგელოზების გზავნილისთვის. როცა ამას დაწერ, ენერგეტიკულ სიხშირეს ააქტიურებ, რომელიც ანგელოზებს აძლევს საშუალებას კიდევ უფრო ინტენსიურად იმუშაონ შენს ცხოვრებაში. იცი, რა მაფორიაქებს ამ წუთს ყველაზე მეტად? ის, რომ აქ ხარ, ამ წმინდა მომენტში, მზად ხარ მიიღო რამე ისეთი, რაც შენი არსებობის ყოველი ნაწილაკს შეარხევს. ანგელოზებმა მაჩვენეს, რომ შენ გაურკვევობების, შესაძლოა კიდეც ტკივილის პერიოდს გადიხარ. მაგრამ მათ სურთ იცოდე, ეს ყველაფერი იყო მზადება იმისთვის, რაც მოდის. ამ წუთას შენ სირგვლივ გარდაქმნის ენერგია ტრიალებს. თითქოს თვითონ სამყარო აწყობდეს შენი ცხოვრების ნაწილებს, რათა ჩაჯდეს რაღაც ისეთი სრულყოფილი, იმდენად შენს დანიშნულებასთან თანხვედრილი, რომ როცა ეს მოხდება, უკან მოიხედავ და მიხვდები, რომ ყოველი სიძნელე აუცილებელი იყო, რათა აქამდე მოსულიყავი. მაშ კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქე, რადგან ის, რასაც ახლა გაგიზიარებ, მხოლოდ გზავნილი არ არის. ეს არის გამოცხადება, რომელიც ყველაფრის შეცვლის ძალას ფლობს. ანგელოზები სიხარულით ბრწყინავენ, რადგან ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, რომ იცოდე, რა მოამზადეს მათ შენი ცხოვრებისთვის. მზად ხარ აღმოაჩინო ის, რაც მოდის? მაშ ერთად გავხსნათ ეს ციური გზავნილი, რომელიც გაგაოცებს და გადააჭარბებს შენი ყველაზე გაბედული წარმოსახვის ზღვარსაც. ანგელოზებმა მთხოვეს, რომ თავიდანვე მოგიყო რაღაც, რაც ემოციით გულს აგიჩქარებს. ისინი ამბობენ, შენ მალე გადალახავს სინათლის კარიბჭეს. რთული ციკლი სრულდება და რაღაც გამორჩეული მოდის შენსკენ. ძვირფასო სულო, ამას გრძნობ, ეს ცვლილების ენერგია, რომელიც შენ სირგვლივ ლივლივებს. ანგელოზებს სურთ, რომ გაიგო. ეს უბრალოდ ცვლილება არ არის, ეს არის ღვთაებრივი გარდაქმნა. თითქოს თვით სამ გადაწყვეტა, შენი ისტორიის მთელი თავები თავიდან დაეწერა. მაჩვენეს შენზე ულამაზესი ხილვა. დაგინახე, როგორ მიაბიჯებდი ბნელ დერეფანში, ზოგჯერ ბორძიყოფდი, ზოგჯერ ჩერდებოდი ტირილისთვის, მაგრამ ყოველთვის აგრძელებდი სვლას. და იმ დერეფნის ბოლოს ოქროსფერი კარი ანათებს ისეთი ძლიერი სინათლით, რომ მისი არ დანახვა შეუძლებელია. ეს კარი, ძვირფასო სულო, შენი მოახლოებული გარდაქმნაა. ანგელოზები ჩურჩულებენ. უთხარი, რომ ყოველი ტკივილი, რომელიც იგრძნო, ყოველი ცრემლი, რომელიც დაღვარე, ყოველი ღამე, როცა იკითხე, რატომ მე, ეს ყველაფერი შენ სულს აყალიბებდა იმის მისაღებად, რაც ჩვენ მოვამზადეთ. მათ სურთ, რომ იცოდე, ეს ყველაფერი ამაოდ არ გაგივლია. შენ გამზადებდნენ, გწმენდდნენ და გაძლიერებდნენ რაღაც დიდებულისთვის. იცი რა მაკანკალებს ამ წუთას ყველაზე მეტად? ის, რომ მაშინ, როცა თავს დაკარგულად გრძნობდი და გეგონა, რომ მარტო იყავი, ანგელოზებს ერთი წამითაც კი თვალი არ მოუცილებიათ შენზე. ისინი შენი ცხოვრების კულისებში იყვნენ, ამოძრავებდნენ ადამიანებს, აწყობდნენ შეხვედრებს, ხსნიდნენ კარებს, რომელთა არსებობაც კი არ იცოდი. და ახლა დადგა მოსავლის დრო. ანგელოზებმა გამიმხილეს, რომ ამ წუთას კოსმოსური ძალა სპეციალურად შენთვის მოძრაობს. თითქოს მთელი სამყარო შეჩერდა, რათა შენს გარდაქმნაზე კონცენტრირდეს.
ეს არც დამთხვევაა და არც უბრალო იღბალი, ეს არის ღვთიური ჩარევა, რომელიც ახლა შენი ცხოვრების ოლე ხდება. ისინი სთხოვენ, რომ შეწყვიტო წინააღმდეგობის გაწევა იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც შენს ირგვლივ ხდება. ვიცი, შეიძლება საშიში იყოს, როცა ყველაფერი სწრაფად იწყებს მოძრაობას, როცა ის, რაც სტაბილურად გეჩვენებოდა, უეცრად იცვლება. მაგრამ ანგელოზები გთხოვენ, ნუ ებრძვით ცვლილებებს. ისინი ღვთაებრივი გეგმის ნაწილია, რომელიც ცამ შენთვის მოამზადა. წარმოიდგინე ერთი წამით პეპელა კოკონში. მეტამორფოზის დროს მას არა აქვს წარმოდგენა რა ხდება. ყველაფერი რაც იცოდა იშლება, გარდაიქმნება, სრულიად სხვად იქცევა. ალბათ საშინლად დამაფრთხობებელია მისთვის, მაგრამ როცა კოკონიდან ამოდის, აღმოაჩენს, რომ არაფერი დაუკარგავს. მას ფრთები შეეძინა, მას ფრენის უნარი შეიძინა. ეს ზუსტად ისაა, რაც ახლა შენთან ხდება. შენი სულიერი ფრთების მოპოვების პროცესში ხარ. ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში მყარად და უსაფრთხოდ გეჩვენებოდა, იძრის, რადგან უნდა დაიძრას, რათა ადგილი დაუთმოს რაღაც უსასრულოდ უკეთესს. ანგელოზებმა მაჩვენეს რაღაც კონკრეტული შენი ახლო მომავლის შესახებ. მათ ნება მომცეს დამენახა, რომ ოქროს შესაძლებლობა გიახლოვდება. ის შეიძლება გამოჩნდეს მოულოდნელი მოწვევის, შემთხვევითი შეხვედრის, არსაიდან წარმოშობილი იდეის, ან კიდეც იმ კარის სახით, რომელიც გაიღება მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები. მაგრამ როცა ეს მოხდება, მიხვდები, სულის სიღრმეში იგრძნობ, რომ ეს არის ის. დადგა დრო. და იცი კიდევ რა? ანგელოზებს სურთ იცოდე, რომ შენ არა მხოლოდ მისაღებად გამზადებენ, არამედ იმთვისაც, რომ სხვებისთვის კურთხევების არხი გახდე. შენი გარდაქმნა მხოლოდ შენზე არ არის. ის ეხება იმ დადებით გავლენასაც, რომელსაც მოახდენ სხვა სულების ცხოვრებაზე, რომლებიც ზუსტად იმას გადიან, რაც შენ გაიარე. ისინი ლამაზ რამეს ჩურჩულებენ. ის ერთ დღეს უკან მოიხედავს და თითოეულ დაბრკოლებას მადლობას გადაუხდის, რადგან სწორედ მათი წყალობით განივითარა ის ძალა, რომელიც საჭიროა იმ კურთხევების სატარებლად, რომლებიც ჩვენ ვუგზავნით. ამ წოთას, როცა ამ სიტყვებს ისმენ, ანგელოზები აქტიურად მუშაობენ შენს ცხოვრებაში. ისინი აშორებენ ენერგეტიკულ ბლოკებს, რომელთა არსებობის შესახებაც არც კი იცოდი. კურნავენ ძველ ჭრილობებს, რომლებიც ჯერ კიდევ ჩუმად სისხლდენდნენ. თესავენ შესაძლებლობების თესლებს იმ ნიადაგში, სადაც ჯერ ფეხი არ დაგიდგამს. შენი გარდაქმნა უკვე დაიწყო ძვირფასო სულო. შეიძლება ჯერ ფიზიკური თვალით ვერ ხედავდე, მაგრამ თუ შენს გულს მოусმენ, იგრძნობ. შენში იბადება სხვა სახის სიმშვიდე. იქ, სადაც ადრე მხოლოდ დაღლილობა იყო, იმედი ინთება. იქ, სადაც ადრე მხოლოდ სისუსტე იყო, სიძლიერე იკრებს ძალას. ანგელოზებს სურთ, რომ ეს მომენტი იზეიმო. თუმდაც ჯერ გარეგანი შედეგები არ ხედავდე, იზეიმე ის ფაქტი, რომ აქ ხარ, მიმღები ღვთიურ გზავნილებისთვის გახსნილი. ეს უკვე მტკიცებულებაა იმისა, რომ შენი გარდაქმნა დაიწყო. ჩემო ძვირფასო სულო, ახლა უნდა გითხრა რაღაც, რაც შენი გულის ყველაზე ღრმა ადგილს შეეხება. ანგელოზებმა მთხოვეს, რომ შევჩერდე და პირდაპირ თვალებში შეგხედო, თუნდაც ამ ეკრანის გავლით. და გითხრა ის, რასაც ისინი გამუდმებით იმეორებენ მას შემდეგ, რაც შენთვის ამ გზავნილის გადმოცემა დავიწყე. ისინი ამბობენ, უთხარი რომ ენდოს. მაშინაც კი, როცა ჩანს, რომ ყველაფერი იშლება. გახსოვდეს, ჩვენ კულისებში ვმუშაობთ, თავსატეხის ნაწილებს ვალაგებთ, რათა მოულოდნელი კურთხევა მოგიტანოთ. შეგიძლია იგრძნო ამ სიტყვებში ნაზობა? ანგელოზები არ გთხოვენ, რომ იმაიმუნო, თითქოს ყველაფერი კარგადაა, როცა ასე არ არის. ისინი არ გთხოვენ, რომ შენი ტკივილები ან შეშფოთებები უგულებელყო. ისინი ბევრად უფრო ღრმა და ძლიერ რამეს გთხოვენ. ენდე ღვთიურ პროცესს, მაშინაც კი, როცა შენი ადამიანური გონება ვერ ერკვევა რა ხდება. გახსოვს ის მომენტები, როცა შენს ცხოვრებას უყურებ და ფიქრობ, არაფერი სწორად მიდის? ანგელოზებს სურთ იცოდე, რომ სწორედ ასეთ მომენტებში არიან ისინი ყველაზე აქტიურები. თითქოს ღვთიური არქიტექტორები იყვნენ, რომლებიც ძველ და მყიფე ნაგებობას შლიან, რათა მის ადგილას მყარი, ლამაზი და მარადი ააგონ. წარმოიდგინე თავსატეხი, რომელიც ციური ხელებით იკრიბება. შენ მხოლოდ რამდენიმე გაბნეულ ნაწილს ხედავ, ზოგი მათგანი ერთმანეთთან თითქოს საერთოდაც არ ეწყობა. მაგრამ ანგელოზები მთლიან სურათს ხედავენ, ზუსტად იციან თითოეული ნაწილი სად ჯდება და როცა დაამთავრებენ, საბოლოო შედეგს შეხედავ და ჩაიჩურჩულებ. ვაჰ, ეს იყო ის, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში შენდებოდა.
ანგელოზებმა გამიმხილეს რაღაც კონკრეტული შენი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. მათი ციან, რომ ეჭვის მომენტებს გადიხარ. შეიძლება კითხულობდე, მართლა იმსახურებ თუ არა კარგს, ისმინება თუ არა შენი ლოცვები, ნამდვილად არსებობს თუ არა ღვთიური გეგმა შენი ცხოვრებისათვის. და მათი პასუხი იმდენად ნათელი და ნაზია. დიახ, არსებობს და ის უფრო ლამაზია, ვიდრე მას შეუძლია წარმოიდგინოს. ისინი სურთ, რომ გაიგო. ყოველი გაჭიანურება, რაც გამოიარე, უარყოფა არ იყო, დაცვა იყო. ყოველი კარი, რომელიც დაიხურა, სასჯელი არ იყო, გადამისამართება იყო. ყოველი არა, რომელიც მიიღო, მიტოვება არ იყო. ეს იყო მზადება იმ ბევრად დიდ კისთვის, რომელიც უკვე მოდის. და ახლა ანგელოზები შენგან ძალიან კონკრეტულ რამეს ითხოვენ. მათ სურთ, რომ ძლიერი განცხადება გააკეთო. არა მარტო იფიქრო ამ სიტყვებზე, არამედ ხმამაღლა თქვი ისინი. სწორედ ახლა, შენი სულის მთელი ძალით. მე ვიღებ კურთხევებს, რომლებიც სამყარომ ჩემთვის მოამზადა. ახლავე თქვი ეს. მიიცი შენს ხმას იმ სივრცეში, სადაც ხარ, ექოდ გაიჟღეროს. ანგელოზებმა მითხრეს, რომ როცა ამ განცხადებას გულწრფელი რწმენით ამბობ, არა მხოლოდ ღვთიურ გეგმასთან თანხვდები, არამედ აჩქარებ შენი კურთხევების გამოვლენის პროცესსაც. იცი რატომ არის ეს განცხადება ასეთი ძლიერი? იმიტომ რომ ის შლის დამსახურების ყველა ბარიერს, რომელიც შეიძლება შენი კურთხევების გზას აფერხებდეს. ეს გავს იმას, თითქოს ციურ შლუსს ხსნიდე, რომელიც მხოლოდ შენს ნებართვას ელოდებდა სრულად გასაღებად. ანგელოზებმა მიჩურჩულეს რაღაც, რამაც თვალზე ცრემლები მომადგა. უთხარი, რომ ჩვენ მასზე არასოდეს გვითქვამს უარი, არც მაშინ, როცა თავადვე საკუთარ თავზე თქვა უარი. იქ ვიყავით ყოველი მტანჯველი გამთენიისას, ყოველი სასოწარკვეთილი მომენტისას, ვუგზავნიდით პატარა ნიშნებს, რომ მარტო არ იყო. გახსოვს ეს ნიშნები? შესაძლოა ეს იყოს სიმღერა, რომელიც ზუსტად იმ წამს გაისმა, როცა მისი მოსმენა გჭირდებოდა. იქნებ ვიღაცის მოულოდნელი ჩახუთება. იქნებ გამამხნევებელი სიტყვა, რომელიც თითქოს შემთხვევით მოგწდა. ეს ყველაფერი დამთხვევები არ იყო. ეს იყვნენ ანგელოზები, რომლებიც გახსენებდნენ, რომ ისინი იქ იყვნენ. და ახლა მათ სურთ პატარა ნიშნებს გადააჭარბონ. სურთ მოგიტანონ ხელშესახები კურთხევები, რეალური გარდაქმნები, კონკრეტული შესაძლებლობები. ამისათვის ჭირდებათ შენი ენერგეტიკული თანამონაწილეობა. ჭირდებათ, რომ შიში გაათავისუფლო და პოზიტიურ მოლოდინს ჩაეხუტო. ანგელოზებმა ულამაზესი სურათი მაჩვენეს. შენ იღებ რაღაცას, რაც შენს თვალებს სიხარულით აელარებს. შეიძლება ეს იყოს პროფესიული შესაძლებლობა, რომელიც შენს ფინანსურ მდგომარეობას შეცვლის. შეიძლება იყოს ურთიერთობა, რომელიც შენი გულის ჭრილობებს განკურნავს. შეიძლება იყოს განკურნება, რომლის შესაძლებლობაც არც კი გეგონა. შეიძლება იყოს ინოვაციური იდეა, რომელიც გავლენას მოახდენს შენს ცხოვრებაზე და სხვა ადამიანების ცხოვრებაზეც. რაც ყველაზე მეტად მაფორიაქებს, ისაა, რომ ანგელოზები გარანტირებენ. ეს არც იქნებ არის და არც ვნახოთ. ეს არის, ეს მოხდება. ერთადერთი ცვლადი არის დროის თანხვედრა და მათ სურთ, რომ იცოდე, ეს თანხვედრა ახლა იდეალურად ეწყობა. ისინი გთხოვენ, რომ გული ღია და თვალები ყურადღებიანი შეინარჩუნო, რადგან ის, თუ როგორ მოვაშენი კურთხევები, შეიძლება გაგაკვირვოს. შესაძლოა ზუსტად ისეთი არ იყოს, როგორც წარმოიდგინე, მაგრამ იქნება სწორედ ის, რაც გჭირდება. და როცა მოვა, მაშინვე შეიცნობ მის უკან არსებულ ღვთიურ ხელწერას. ამ წამს, როცა ეს სიტყვები შენს სულს ეხება, ანგელოზები შენთან იმედის პაქტს დალუქავენ. ისინი გარანტიას გაძლევენ, რომ შენი შემდეგი თავები დაიწერება კურთხევებისა და შესაძლებლობების ოქროს მელნით. ენდე, ძვირფასო სულო, შენი საუკეთესო გვერდები ჯერ კიდევ წასაწერია. ახლა, ჩემო ძვირფასო სულო, მივედით ამ ანგელოზური გზავნილის ყველაზე ძლიერ მომენტთან. ანგელოზებს სურთ შთაგონებული ქმედებისკენ გაგიწყნენ, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს შენთვის მომზადებული კურთხევების გამოვლენას. ისინი ჩურჩულებენ, დადგა დრო, ჩვენთან სინქრონში იმოძრაო. მაგრამ ქმედებაზე საუბრამდე, ანგელოზებს სურთ ერთ აუცილებელ რამეს გითხრან. იყავი ნაზი შენს თავთან. აპატიე შენი შეცდომები და იზეიმე შენი გამარჯვებები, თუნდაც პატარა ჩანდნენ. ისინი ხედავენ, რამდენად მკაცრი ხარ საკუთარ თავთან, როგორ ითხოვ საკუთარგან საჭიროებაზე მეც, როგორ ამცირებ შენს მიღწევებს, მაშინ როცა შეცდომებს გაბუქებ.
შეჩერდი ერთი წამით და ჩაისუნთქე. ანგელოზებს სურთ გაიგო, რომ პირველი და უმთავრესი ქმედება, რომელიც უნდა გააკეთო, არის სულიერი თვითზრუნვა. ვერ იქნები კურთხევების ეფექტური არხი, თუ მუდმივად საკუთარ თავს საბოტაჟს უწყობ თვითდამცირებელი აზრებით. მაჩვენეს ულამაზესი რამ, როცა გულწრფელად პატიობ საკუთარ თავს, როცა შენს პატარა გამარჯვებებს იზეიმებ, როცა საკუთარ თავს იმავე თანაგზნობით ექცევი, როგორცაც ძვირფას მეგობარს, ათავისუფლებ ენერგეტიკულ სიხშირეს, რომელიც კურთხებებს მაგნიტივით იზიდავს. თითქოს სამყაროს ეუბნები, მე ვაღიარებ, რომ ღირსი ვარ კარგი რამების მიღების. ახლა კი ანგელოზები ავლენენ იმ კონკრეტულ ქმედებას, რომლის შესრულებაც სურთ შენგან. ისინი ამბობენ, ეს არის დრო, დათესო იმის თესლები, რაც ყველაზე მეტად გსურს და ენდე რომ ცა თითოეულს რწყავს. მაგრამ რა ტიპის თესლებზეა საუბარი? ეს მხოლოდ ბუნდოვანი ოცნებები ან ზედაპირული სურვილები არ არის. ანგელოზები საუბრობენ განზრახვის თესლებზე, რომლებიც შენს ღვთიურ დანიშნულებასთან არის თანხვედრილი. მათ სურთ, რომ განსაზღვრო ის, რაც შენს გულს სიხარულით აწგერებს. ის, რასაც როცა აკეთებ ან ფიქრობ, გრძნობ ღრმა კავშირს შენზე დიდთან. ანგელოზებმა მიმიყვანეს იქამდე, რომ მოგცე კონკრეტული სავარჯიშო, რომელიც სურთ დღესვე გააკეთო, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ. აიღე ქაღალდი და კალამი, დიახ, ქაღალდი, არა ტელეფონი. ჩაწერე ეს 3 კითხვა და უპასუხე სრულიად გულწრფელად. პირველი კითხვა: რას გავაკეთებდი, თუ ვიცოდე, რომ წარუმატებლობა გამორიცხულია? ნება მიეცი, რომ პასუხი შენმა სულმა გასცეს და არა შენმა შიშებით სავსე რაციონალურმა გონებამ. მეორე კითხვა: რა ტიპის დადებითი გავლენის მოხდენამ სურს სამყაროზე? თუნდაც ზედმეტად გრანდიოზულად ჩანდეს, მაინც დაწერე. მესამე კითხვა: რა მაძლევს ღვთიურთან ყველაზე ძლიერი კავშირის განცდას? ეს შეიძლება იყოს ადამიანების დახმარება, რაღაცის შექმნა, სწავლება, ზრუნვა ან სხვა ნებისმიერი რამ. როცა ამ პასუხებს დაწერ, ანგელოზებს სურთ გაიგო, რომ მხოლოდ თვითშემეცნების სავარჯიშოს არ აკეთებ. შენ სიტყვასიტყვით აცნობებს სამყაროს, რა თესლების დათესვა გინდა შენს ცხოვრებაში. და აი, ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი. ანგელოზები გარანტიას გაძლევენ, რომ ყველაფერს მოაწყობენ ისე, რომ ამ თესლებმა ნაყოფიერი ნიადაგი იპოვონ და გაიზარდონ. მაგრამ მათ სურთ მნიშვნელოვანი რამისთვისაც მოგამზადონ. როცა მიწაში თესლს დათესავ, ხომ არ თხრი ყოველდღე რომ ნახო, უკვე ამოიყარა თუ არა? შენ ენდობი პროცესს, რწყავ, უვლი, მაგრამ საშუალებას აძლევ ბუნებას, თავის მაგია დროულად მოახდინოს. იგივე მოქმედებს შენი ოცნებების თესლებზეც. ანგელოზები გთხოვენ, გადადგა საჭირო პრაქტიკული ნაბიჯები. თუ ახალ კარიერას გინდა, დაიწყე კვალიფიკაციის ამაღლება. თუ ჯანმრთელი ურთიერთობა გინდა, დაიწყე თვითშეფასებაზე მუშაობა. თუ ფინანსური სიუხვე გსურს, დაიწყე შენი ამჟამინდელი ფინანსების მოწესრიგებით. მაგრამ ყველაფერი ეს შეასრულე სიმსუბუქით, ნდობით, შფოთვის გარეშე. მათ გამიმხილეს ძლიერი რამ. შფოთვა ჭარბწვიმას გავს. ის თესლებს ახრჩობს ნაცვლად იმისა, რომ გამოკვებოს. ამიტომ სურთ ისწავლო ქმედების და მიბარების, ძალისხმევისა და ნდობის, დაგეგმვისა და რწმენის დაბალანსება. ანგელოზებმა ასევე ჩამიჩურჩულეს კონკრეტული რამ იმ ნიშნების შესახებ, რომელთაც მალე იხილავ. მათ თქვეს, გაიგებს, რომ სწორ გზაზეა, როცა სინქრონული დამთხვევები დაიწყებს მოხდენას. ეს შეიძლება იყოს სწორი ადამიანების პოვნა სწორ დროს, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოულოდნელად მიღება ან შინაგანი ძალის შეგრძნება, რომელიც გარკვეული არჩევნებისკენ გაგიძღვება. აი, ანგელოზური რჩევა, რომელმაც მაჟრიალა. სურთ, რომ დაიწყო კის თქმა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც გამოჩნდება, თუნდაც პატარა ჩანდნენ ან პირდაპირ არ უკავშირდებოდნენ შენს დიდ ოცნებებს. ხანდახან ანგელოზები მცირე კარებს იყენებენ, რომ დიდ დარბაზებამდე მიქვიყვანონ. ისინი ითხოვენ ძალიან კონკრეტულ რამეს, რომ გახდე შენს ცხოვრებაში უკვე მიმდინარე პატარა სასწაულების ცნობიერი დამკვირვებელი. ის პარკინგის ადგილი, რომელიც ზუსტად დროზე გამოჩნდა. იმ მეგობრის ზარი სწორედ როცა გჭირდებოდა. ის იდეა, რომელიც არსაიდან გაჩნდა და პრობლემაც გადაჭრა. ეს ყველაფერი ნიშნებია, რომ ანგელოზები უკვე აქტიურობენ შენს ცხოვრებაში. რაც უფრო მეტად ამჩნევ და მადლობას უხდი პატარა სასწაულებს, მით უფრო გახდები ღია არხი უფრო დიდი სასწაულებისთვის. ეს გავს იმას, თითქოს ვარჯიშობდეს შენი სულიერი აღქმის გასაძლიერებლად, რათა სცნო ღვთიური ხელის მოქმედება შენს ცხოვრებაში.
ბოლოს, ანგელოზებმა მთხოვეს გითხრა, რომ ისინი უკიდურესად ამაყებիր არიან შენით, რომ აქამდე მოაღწიე, რომ ღია ხარ ღვთიური მიმართულების მისაღებად, რომ საკმარისი რწმენა გაქვს, იწამო, შენი ცხოვრება შეიძლება გარდაიქმნას. ამას ისინი მტკიცებულებად მიიჩენევენ, რომ მზად ხარ შენი სულიერი მოგზაურობის მომდევნო დონეზე გადასასვლელად. თესლები უკვე ითესება, ძვირფასო სულო, ახლა დროა ენდო ღვთიურ ბაღს, რომელიც შენს ცხოვრებაში იწყებს აყვავებას.